მოგესალმებით. ხანგრძლივი შეშონების შემდეგ მინდა ისევ გავაგრძელო ჩემი გაკვეთილები და ესეთი ლამაზი კლასიკური ჩანთა მინდა მოგსო. თქვენ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სხვა ფერის ძაფები გამოიყენოთ. ასევე ეს ლენტიც, რომელიც აქვს ჩანთას და სასურველია რა თქმა უნდა სქელი იყოს ძაფი, რომ კარგად დაიკავოს თავი ჩანთამ. თუმცა ძირზე შეიძლება მაინც ჩაუდოთ პლასტიკური ფირფიტა. ხო, ესე გირჩევთ, რომ ყოველთვის ძირი მაინც ისეთი იყოს მყარი. ესე იგი, სახელურებსაც მოგსოვთ, როგორც ხედავთ, ეს ლამაზ სახელურები აქვს და ლენტი დაგჭირდებათ. სასურველი ესეთი ოქროსფერი იყოს, ფიქრობ, რომ უხდება ესეთი ტიპის კლასიკურ ჩანთებს, თუმცა შეგიძლიათ ცოტა სხვა ფერის გარკვეული ესეთი ორნამენტებიანი ლენტიც გამოიყენოთ. ასევე ესე იგი, დაგჭირდებათ ჩამკეტების, ჩამკეტზეა შეერთება, მე ერთი ჩამკეტი მაქვს, თუმცა ორივე მხრიდან სასურველია ეს შეერთება ჩანთის რომ მოხდეს. ესეთი ძაფია, ესე იგი, რაც მაქვს, ეს არის პლამ, ანუ ესეთი ქლიავის ფერს ეძახიან, ესეთი მოისფროა ესეთი ფერია. და სხვა მონაცემები, ესე იგი, 2 მილიმეტრია, როგორც მახსოვს. აი აქ. 2 მილიმეტრი პოლიპროპილენის, მაგრამ ეს ესეთი ძაფია, ანუ სქელი ძაფია. კარგად უნდა, ესე იგი, დაიკავოს თავი. ეს ზომები 100 გრამი, 115 მეტრია. ეს თუ დაგეხმარებათ, შეიძლება ზუსტად ესეთი ვერ ნახოთ, მაგრამ მიახლოებით. აი ეს ნახს ითხოვენ 4.5-დან 5.5-მდე, თუ გაარჩევდა ძალიან წვრილად არის. მე გამოვიყენებ აი ეს ნახს 3.25, ანუ უფრო ნაკლებს ვიდრე იქ არის მოთხოვნაში. ესე იგი, აი ეს ჩვენი ლენტი, რომელიც დაგჭირდებათ, აი ესეთი ლამაზი ლენტია ძალიან, აი. ეცადეთ, რომ ესეთი მსგავსი რაღაცნაირი ორნამენტის ოქროსფერი უხდება ყველა ნაკსოვს და აი ეს ახლა გაჩვენოთ, აი ესეთი ეს იყო დახოვილი იყო აი აქ და აქ ბამბაც არის პოლიესტერის ნეილონიც, არ ვიცი თუ ჩანს კარგად. მაგათ შემადგენლობა და არის სიგრძით 1.22 აი მე ვფიქრობ, რომ ეს კარგი სიგრძეა, რაისთვისაც გვჭირდება, რომ ესე კარგად გამოვიყენოთ. კარგით, ესე იგი, დავიწყოთ, ესე იგი, სხვაშორის არ არის რთული მოსაქსოვი, ესე მთლიანი ერთიანი ნაკსოვია და ვფიქრობ, რომ 3 ასეთი გორგალი გეყოფათ, აი ესე ვფიქრობ, ნახოთ. ესე იგი, ვიწყებთ თავისუფალი თვლებით. ძირიდან ვიწყებთ, უბრალოდ ეს ძირი და ტანი ეს ერთიანია, მაგრამ არის რა სიგანიც არის ჩანთის, აი სიგანის, ესე იგი, ჯაჭვი უნდა მოგსოთ ახლა. აი ესეთი კვანძი გააკეთეთ თავდაპირველად და გჭირდება ესე იგი, ძირითადი უზორისთვის გჭირდებათ კენტი რაოდენობა თვლების, ეს იქნება 53 და პლუს 1 თვალი ბიჯის. ანუ ჯამში 44. ეს 2, 3, 4, 5, 6, 7. აი 44 თვალი მოგსოვემ, ესეთი ჯაჭვის სახით. ეხლა ჩვენ გვინდა მოტრიალდეთ და აი ბოლო თვალი რა თქმა უნდა ბიჯის და იმის წინ. აი აქ შედიხართ და გსოვთ უზორს ესეთი შემაერთებელი თვალი იქნება პირველი, აქ გირჩევთ მე რომ მაინც ნიშნული გააკეთოთ და ეს დაგეხმარებათ, როცა მეორე რიგს გამოყვებით, ხო? აქ სად იყო პირველი თვალი? აი, უფრო ესე კარგად გაარჩევთ. შემდეგ უკვე არის თვალი ნახევრად ნამატი. და ის ნახზე გადადეთ ძაფი მომდევნო თვალში. ეს ერთ ძაფში შევდივარ, სანამ ახლა ჯაჭვისებური თვლები გვაქვს, ესე გვიწევს. აი ეს არის თვალი ნახევრად ნამატით. ისე მომდევნო თვალში შემაერთებელი თვალი, აი ესე. და ისევ თვალი ნახევრად ნამატით. აი ესეთი მონაცვლეობა შემაერთებელი თვლების და თვლები ნახევრად ნამატით. აი ეს მოგცემთ იმ უზორს, რომელიც აი ჩანთას აქვს.
აი ესე და გაყვეთ ახლა ბოლომდე. ეხლა რახან ჩვენ კენტი რაოდენობა გვაქვს თვლების, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ დავიწყეთ შემართებელი თვალით და უნდა დამთავრდეს შემართებელი თვალით ასევე ეს რიგი. და ყოველი მომდევნო რიგის მსგავსად უნდა მოვხსოვოთ. აი ესე გაყევით ახლა ბოლომდე. ესე გსოვეთ. ახლა გავდივარ რიგის ბოლოში და აი ბოლო თვალი ხედავთ რომ არის შემართებელი თვალი. აი ესე უნდა გამოგივიდეს თქვენც. თუ სწორად აკრიფეთ აი ეს ჩაჭუშեցებული თვლები, ხო, რაოდენობა 44 და ის 54 იყო ბიჭის, ანუ ჯამში 53 თვალი არის. ეხლა აი ამის შემდეგ ერთი თავისუფალი თვალი ბიჭის და მოტრიალდით. ეხლა ზუსტად იგივე წესით, როგორც წინა რიგში გვსოვდით, უბრალოდ აქ შედიხართ ორ კედელში, აი ესე. ხო, იმიტომ რომ აქ უკვე გვაქვს ყოფილი თვლები. და გვსოვთ, პირველი თვალი არის შემაერთებელი, აქ შეგიძლიათ ასევე გააკეთოთ ნიშნული. ესეც თუ ესე იგი გიჭერთ გარჩევა ხოლმე ხო, პირველი და ბოლო თვალის აი ეს დაგეხმარებათ. შემდეგი არის უკვე თვალი ნახევრად ნამატით. აი მომდენოში ორივე კედელში, აი ერთი კედელი, მეორე კედელი. შემდეგ ისევ შემაერთებელი თვალი. სულ ასე უნდა მოგხსოვოთ ფაქტიურად ეს ძირითადი უზორი, ძირითადი ტანი ჩანთის ფაქტიურად ეს არის. გვერდითი ნაწილები რა თქმა უნდა კიდევ მოსაქსოვი გვექნება, მაგრამ ეს ძირითადი ნაქსოვი იქნება. აი ეს მონაცვლეობა შემაერთებელი თვლების და თვლები ნახევრად ნამატით. აი ესე გაყევით. ყოველი რიგის დასაწყისში აუცილებლად ერთი თავისუფალი თვალი ბიჭისთვის მოგხსოვეთ და დანარჩენი მოკლედ სულ ასე იქსოვება. იწყებთ რიგს შემაერთებელი თვალით, შემდეგ თვალი ნახევრად ნამატით, ისევ შემაერთებელი თვალი და რიგი ასევე ყოველთვის დაბოლოვდება შემაერთებელი თვალით. აი ესე გაყევით, ეხლა დააგროვეთ რიგები, ეხლა აქ მიახლობით გეტყვით, აი ეს ეხლა ჯერ კიდევ რამდენიმე რიგია მოსაქსოვი, რომ გამოჩნდეს კარგად, მიახლობით უნდა გქონდეთ აი ეს სიგრძე თქვენი ნაქსოვის, აი ეს 25 სანტიმეტრი. დაახლოებით ესე უნდა გამოგივიდეთ, თუ ჩემნაირი სისქის ძაფი გაქვთ. და ჩემნაირი მოჭიმით გსოვთ, ეს მოჭიმვაზე ძალიან არის დამოკიდებული, რამდენად მოჭიმულად გსოვთ. შეიძლება 1 სანტიმეტრი გქონდეთ ცნობილება, ხო, ეს გაითვალისწინეთ. საშუალოდ უნდა გქონდეთ 25 სანტიმეტრი. ეხლა თქვენ აი ეს გჭირდებათ, ნახეთ, აი ესე 25 სანტიმეტრია, ხოლო აი სიმაღლე ეხლა რა უნდა მოგხსოვოთ რიგების რაოდენობის მიხედვით. ესე იგი, გეტყვით სანტიმეტრებში, რიგების რაოდენობა ცოტა რთულია, რომ ვთქვათ ესე. უნდა დააგროვოთ 40 სანტიმეტრი აი ესეთი ნაქსოვის სიმაღლეზე, ხო? იმდენი რიგი უნდა მოგხსოვოთ, რომ 40 სანტიმეტრი მიიღოთ. ესე იგი, საბოლოო ნაქსოვი გვექნება 25-40-ზე. აი ესეთი მართკუთხედი. კარგით, ესე გააგრძელეთ. ყოველთვის ორ კედელში შეხვალთ. ყოველ ესე იგი რიგში როგორც გსოვთ, ესე ორ კედელში შემაერთებელი თვალი, თვალი ნახევრად ნამატით. აი ესე გაყევით და მოგხსოვეთ. აი ჩვენი ნაქსოვი მზად არის. ფაქტიურად ახლა მეგონი არ ეტევა კადრში, მაგრამ ესე კარგად გავადიდებ კიდევ. აი ესე დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ. აი ესეთი დიდი ნაქსოვია. აი ესე. და ესე იგი როგორც გითხარით, ზომები გვაქვს 25 სანტიმეტრი, 40 სანტიმეტრს. ეს არის 40 სანტიმეტრი, ეს 25 სანტიმეტრი. ეხლა მოდით გაჩვენებთ. ესე იგი ეხლა ჩვენ უნდა შემოვუაროთ თვლებით ნამატის გარეშე სულ თლიანად. ეხლა მე ვარ წაღმა, აი ესე თუ შეხედავთ, ნახეთ, ძირს დააკვირდით, აქედან დავიწყეთ ქსოვა, ეს არის წაღმა მხარე. აბა დააკვირდით, ეხლა უკუღმას გაჩვენებთ, რომ არ აგერიოთ, ანუ შიგა მხარე ჩანთის. აი ეს არის შიგა მხარე, ხო? ესეთი ლამაზი, ესეთი უკუღმა ნაქსოვს გავს, ხო, მაინც? აი ეს წაღმა. აი
ესეთი. ესე იგი, მოვედი აი აქ ვარ, წაღმამხარეს გარედან თუ უყურებ ჩანთას. და ეხლა ჩვენ უნდა შემოვაროთ თვლებით ნამატის გარეშე. ეხლა აქ მე უკვე მოვხსოვე ბოლო თვალი იყო, რა თქმა უნდა, შემაერთებელი თვალი და კიდევ ერთი თავისუფალი თვალი მოვხსოვე. ანუ მომდევნო რიგისთვის, ხო, ავამაღლე. კარგით. ესე იგი, ეს არის ბიჯის, აი ეს ბოლო თვალი და შედიხართ მომდევნო თვალში, ისევ ორ კედელში და თვალი ნამატის გარეშე. სულ ასე, თითო თვალი ნამატის გარეშე, სანამ არ მიხვალთ აი კუთხის ადგილას ყოველ თვალში ამოყავთ თვალი ნამატის გარეშე. აი ეს, ნახეთ, აი ესეთი ნაკსოვი, ესე უფრო კიდევ გავამტკიცებთ ამ ნაკსოვს. აი ეს ნიშნული დავტოვე, ეს არის ბოლო თვალი, შემაერთებელი თვალი. იქ კუთხე უნდა გავაკეთოთ. კუთხის ფორმირება გვჭირდება. ახლა ჯერჯერობით გაყევით, სანამ არ მიხვალთ აი ნიშნულთან. ესე თვლები ნამატის გარეშე. აი გავედი რიგის ბოლოში. აი ახლა ნიშნულის თვალში ამოვიყვან, ეს იქნება ესეთი კუთხის თვალი. ესე. აქ ამოვიყვან ერთ თვალს ჯერ, თვალს ნამატის გარეშე, ერთი თავისუფალი თვალი და იგივე წერტილიდან ამოვიყვანთ კიდევ ერთ თვალს ნამატის გარეშე. ანუ ეს კუთხეა. ხვდებით ხო, აქ მატება გავაკეთე, ესე თქვა. და ძაფის დამიმთავრდა. გადავაბათ და შემდეგი ესე იგი ეს საკმაოდ ისეთი სრიალა ძაფია და გერჩევით რომ მოწვათ. მე ხლა ჯერ არ მოწვა, მაგრამ უზორში რო ესე იგი ჩავაქსო, მაშინ მოწვა. აი ესე კუთხე გავაკეთეთ. ეხლა აქ დააკვირდით, შემდეგი თვალი ეს კუთხე გვაქვს. აქ ეხლა ცოტა ისე არის, ნახეთ, ეს დიდი ძაფები როა, ესეც რიგია და აი ესეც აი აქაც უნდა შეხვიდეთ. ნახეთ, მარტო დიდი ძაფებში თუ შეხვალთ, გამოგივათ ორჯერ ნაკლები რაოდენობა თვლების, ვიდრე რიგებია. ეხლა აი აქაც გვიწევს, აი აქაც შესვლა, ფაქტიურად, აი როგორც ეს ძაფია, ხო? ამის შესაბამისი აქ არის, მაგრამ აქ ეს კუთხის მატება უკვე ამას აკომპენსირებს. ანუ ეხლა აი ამ რიგში აღარ შევალ, აი ამ რიგში, ხო? შევალ პირდაპირ აი ამ დიდ ძაფში, რომელიც გამოშვერილია, ესე კარგად ჩანს. აი ესე თვალი ნამატის გარეშე, რა თქმა უნდა, სულ ესე. ეხლა უკვე აი სანამ აი ამ მომდევნო გრძელ ძაფში შეხვალთ, მანამდე ცოტა წინ, აი ნახეთ, აი ეს ხაზი როა, აი აქ ხაზი. ამათ შეუსაბამეთ კიდევ თვლები აი ესე. სადაც მოხერხებულია შესვლა ისე. რომ შეხვიდეთ მაინც. აი ესე. მოდი რომ ჩანს ახლა ცოტა რაღაც ფოკუსი ეკარგება ხოლმე. შემდეგ ისევ აი ამ გრძელ ძაფში, ეს ადვილია გრძელი ძაფის მოძებნა. ხოლო აი ორ გრძელ ძაფს შორის აი ესეთი რაღაც ისეთი ძაფია ვერტიკალურად. იმის ქვემოთ ჩადით და იქაც ამოიყვანეთ თვალი ნამატის გარეშე აუცილებლად. ეხლა ისევ ის გრძელი ძაფი. აი ესე. ესე გაყევით, სანამ არ მიხვალთ მომდევნო კუთხესთან. იქაც უნდა გავაკეთოთ კუთხის ფორმირება. აი ეს, ნახეთ, ესეთი ლამაზი, ნახეთ როგორი მტკიცე ნაკსოვია. ესე გაყევით და აი კუთხესთან რომ მივალ კიდევ გაჩვენებთ. აი მოვედი უკვე კუთხესთან და აქ იყო ბოლოს იყო ესე იგი როგორც გრძელი ძაფი, აი ისეთ ადგილში შევედი ბოლოს და ეხლა აი ეს კუთხის ადგილი, სადაც აი ძაფის ბოლო მაქვს დამალული, ხო ეს? საიდანაც პირველი რიგი რაც ქონდა. აქ მოგხსოვ ერთ თვალს ნამატის გარეშე, ერთ თავისუფალ თვალს და იგივე თვალიდან კიდევ თვალს ნამატის გარეშე. ეს არის ჩვენი კუთხის თვალი. ეხლა უნდა მოვტრიალდეთ. ეს უკვე ძირია, ხო? საიდანაც დავიწყეთ გახსოვთ, ჯაჭვისებური თვლები იყო.
ეხლა იმისთვის რომ ეს კიდეები ერთმანეთთან ახლო, ესე იგი მსგავსად იყოს, ხო, ნახეთ, აი ამ ორნამენტიდან დაშორება, აი ამ ეხლა რაც გავაკეთე თვლები ნამატის გარეშე, ესეთია, ძალიან დიდი დაშორება არ არის. აქ ეხლა ნახეთ, უკვე დაშორებულია ეს ნაწილი. ამიტომ ცოტა ღრმად შევალ. ანუ ერთ კედელში კი არ შევალთ. ნახეთ, შევალთ ცოტა ღრმად. მოდით დავაკვირდეთ ეხლა. აი ახლა მომდევნო თვალი წესით უნდა იყოს აი ეს ძაფი, მაგრამ აქ კი არ შევალ, ცოტა ღრმად შევალ, აი აქ. საკმაოდ ღრმად. ხო, აი ეს. რომ მსგავსი იყოს მეორე კიდის, იმიტომ რომ ესენი ერთმანეთთან ახლოს მივლენ, ხო, როცა შევკრავთ. შემდეგი იქნება აი აქ. აქ სასურველი იქნებოდა ცოტა აი აქ, ნახეთ, აი აქ. მაგრამ რაოდენობა თვლების აი ძალიან ესეთია ცოტა უნდა აკონტროლოთ რომ ზედმეტი თვლებიც არ გამოგივიდეთ, იმიტომ რომ ზუსტად ძაფებში ვერ შევდივართ ახლა ჩვენ. ღრმად შევდივარ, ოღონდ ყველა თვალი, აი სადაც გრძნობთ რომ არის თვალი, აუცილებლად უნდა შეხვიდეთ. დააკვირდით, აი ესე გამოიყურება. შემდეგი, აი აქ ვიყავი ხო, აი აქ. აი ესე. და იქნება ისეთივე როგორც მეორე მხარე. ეხლა აი წესით აქ უნდა შეხვიდეთ, წესით, მაგრამ აი ცოტა ღრმად, აი ესე. თან შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ იმით, რომ აქ გახსოვთ, რომ 53 თვალი ქონდათ. თუმცა აქ მატება გავაკეთეთ, მართალია, მაგრამ მაინც 53 უნდა იყოს აი ამის ჩათვლით, კუთხის ჩათვლით, ხო? ის თავისუფალი თვალი არ ჩათვალოთ ისე. 53 და მაშინ სწორი რაოდენობა თვლების გექნებათ. აი ესე იხელმძღვანელეთ ახლა, როცა თქვათ შუაში რომ გახვალთ, აი ეს რაღაც თვალით, ხო? გადათვალეთ. თვლები უნდა იყოს რაღაც 21 ან 2, ხო? ესე მიახლოებით. ნახევარი 53 ზუსტად არ იყოფა, მაგრამ რომ სწორ რაოდენობა თვლებს იღებთ. აი, თვათ ქვემოთაც ნუ ჩახვალთ, აი იმ ორნამენტს არ შეეხოთ, აი ამ ორნამენტს, ხო, ეს ქვემოთ არის უფრო. აი ესე უნდა იყოს. მოგეთ ესე გაყევით, კუთხეებში ესე იგი ვაკეთებთ. აუცილებლად მატებას, ანუ კუთხის თვალზე ამოყავთ თვალი ნამატის გარეშე, თავისუფალი თვალი და იგივე თვალიდან კიდევ ერთი თვალი ნამატის გარეშე. ყოველი კუთხის ადგილას ესე კი აქაც ესე გავაკეთებთ და ბოლოს რომ მოხვალთ, აი აქ. თუ გახსოვთ, აქ ჩვენ რომ დავიწყეთ, უბრალოდ კუთხის თვალი ან ერთი თვალი ნამატის გარეშე ამოვიყვანი. ანუ როცა მოვალ, ამ აი აქ თამოდით გადავალ, რომ ეს თქვენ თვითონ დავმოკვდებოდ გააკეთოთ. აი აქედან ამოდის, ნახეთ, აი ეს თვალი. აი ეს თვალი, ხო? აი აქ რომ მოხვალთ, აქედან დამოიყვანოთ კიდევ თვალი ნამატის გარეშე და კიდევ ერთი თავისუფალი თვალი. იმიტომ რომ იქ კუთხე უნდა ფორმირდეს, ჯერ არ გამიკეთებია იქ პირველი კუთხე. ესე გაყევით. ნუ პრინციპში შემიძლია გაჩვენოთ, როცა დავამთავრებ, ხო? ამას მე მგონი აქ თქვენ თვითონაც მიხვდებით, ესე იგი 53 თვალი რო გექნებათ, ხო? აი აქედან, აქ ნიშნული გავაკეთოთ. აი ეს არის თავისუფალი თვალი, ხა მე გრძნობ ზენ თვალით. ეს არის თავისუფალი თვალი. შემდეგ იყო აი ეს არის პირველი თვალი, ეხლა გადავთვლი 1 2 3 4. აი, მარჩანდა ხო? ესე იგი ეს თავისუფალი თვალი და პირველი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 მაგ ჯერჯერობით. ნახევრამდე რო გავალთ, როგორც გითხარით, უნდა გქონდეთ 21 თვალი მიახლოებით. ეს მე-13-ია. მე-14. მე-15. მე-16. მე-17.
მე-18 მე-19 მე-20 21 აი ესე, ნახეთ, რა დაგვერდით, მეახლობით, მასეც გამოდის, ნახევარზე გავედი. მოკლედ ესე გაყევით. ესე იგი, ესეც შეგიძლიათ ხელმძღვანელოთ, აი ესეთი რაღაც ორნამენტს, რასაც ხედავთ, ხო, ესეთი, თითქოს სამკვდილა არის თუ ჩანს. ამას შეესაბამება ორი თვალი მის ზემოთ. აი ეს. აქ ხო იყავით, ახლა ცოტა ესე წაიწიეთ. შეკო 22 არის და ასე შემდეგ. და ბოლო კუთხეს გაჩვენებთ კიდევ, კარგით? შემდეგი კუთხე თქვენ თვითონ გააკეთეთ. ბოლო დაბოლოებას ესე იგი გაჩვენებთ. რო შევკრათ ეს რიგი ჩავკეტოთ. აი ესე გამოიყურება, უკანა მხრიდან აი ესე გამოიყურება. ეგ ესე გამოიყურება, წინა მხარე აი ესე გამოიყურება.